catch you with me. მანამ სანამ კენდის წევრებიდან ერთ-ერთი გახდებოდა ბედი ნიჭიერში სცადა და ქართულ მსმენელს სწორედ აქედან გაეცნო. მერე ბზიკების სტუდიამ აღმოაჩინა ჯგუფი კენდის წევრედაქცია და საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებისკენაც მასთან ერთად იარა. საუბარი ანა ხანჩალიანზეა. ეს უკანასკნელი რომ უნიკალური ვოკალით და მონაცემებით გამოირჩევა გეცოდინებათ. თუმცა ალბათ ის ჯერ ბევრს არ გაუგია რომ გოგონა მონაწილეობას ახალი ხმის სომხურ ანალოგში იღებს. ანა ხანჩალიანი სომხურ ვოისში მონაწილეობს. ბრმა კასტინგით წარმატებით გაიარა და იქაური ჟიურიც მოხიბლა. მე მენანება, იმიტომ ეს არის დროის დაკარგვა პრინციპში და ესეთი ბავშვი, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია და ამ საქმისთვის არის დაბადებული და არა იმიტომ რომ ანა მიყვარს და ჩემია და ძალიან ბევრს უყვარს პრინციპში ზუსტად ვიცი, არა, აი შემიძლია ვთქვა ზუსტად რომ ეს ბავშვი არის ამისთვის მზად. ანამ სომხური ვოისის ბრმა კასტინგზე ჰარი ნილსონის Without You შეასრულა, რომელსაც მსმენელი მერაია ქერის რეპერტუარიდან უფრო კარგად იცნობს. გოგონამ ჟიურის 3 წევრი მოხიბლა და ჰაიკ მარუტიანის გუნდის წევრობა აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა შემსრულებელს არაერთი ქართული პროექტი მოუვლია, სომხურ ვოისში მონაწილეობაზე შემოთავაზებას მაინც დასთანხმდა. როცა უყურე და ჩვენ თემა სტუდიამ ერთად უყურეთ, აქედან ვერ წავედით სამწუხაროდ, იმიტომ რომ ევროვიზიის სამზადისი გვაქვს და არ გვცალია. ძალიან ცხელი დღეები გვაქვს ჩვენც, თორემ სიამონები წავიდოდით და დავდგებოდით მის გვერდზე. ყოველდღე გვირეკავს ველაპარაკებით, იმიტომ რომ ძალიან აინტერესებს ჩვენი აზრი, სათითაოდ მთელი მისი გუნდის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ როგორც ერთი ოჯახი, აი რა გითხრა, ჩემი შვილია კი არა, უფრო ჩემი და არის, იმიტომ დიდი გოგოა უკვე და აი როგორც მეგობარი და ქალია ესეთი ურთიერთობა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბზიკების სტუდიის პედაგოგები, რომლებთანაც ანა ფაქტობრივად გაიზარდა, მისი პროექტში მონაწილეობის წინააღმდეგები იყვნენ, მოსწავლეს მთელი გულით გულშემატკივრობენ. ყოველდღე ეკონტაქტებიან და რჩევებს აქედან აძლევენ. ანამ გიგა კუხიანიძეს ჩვენს თვალწინ სკაიპითაც დაურეკა და გამოსვლაზე აზრიც ჰკითხა. ეხა კამერა გაქვს მონათებული. ის არის რომ გვერდით არ ვყავართ ჩვენი პატარა ჩიტუნას, მაგრამ ნუ რასაც ვახერხებთ, აქედან ვაძლევთ ხოლმე რა შენიშვნებს. ჩვენი შნებია თუ რაღაც დახმარებას ვუწევთ. მე პირადად დღეს დილითაც ვესაუბრე ანას და ძალიან ვთხოვე, ეხა რინგზე რაც სიმღერასაც იმღერებს მის პარტნიორთან ერთად ბიჭია სხვათა შორის, ელვის პრესლის ერთ-ერთ სიმღერას ღერიან. და ძალიან ვთხოვე რომ როგორ მოახერხოს ჩანაწერი, რომ რა ტელეფონით მაინც ჩაიწეროს, რომ მე უკვე შენიშვნები აქედან მივცე. მაინც ანა ყოველთვის ჩემზე იყო დამოკიდებული მაკიაჟი იყო თუ თვაც ჩაცმულობა და გული მწყდება რომ ეხა გვერდით არ ვყავარ. არ ყოფილი მაინც ასე თუ ისე რაც აცვია, მაგრამ ნუ ამას ჩვენ არ წყვეთ, არ თვითონ არ წყვეთ, რასაც ეუბნებიან იმას აკეთებს და რავი, თუ რაღაცებს პატარ-პატარა შენიშვნებს ვაძლევდა და ვითვალისწინებს. კარგად გემახსოვრებათ, რომ ანა ბზიკების სტუდიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის კენდის წევრია. გოგონები საბავშვო ევროვიზიაზე გაემგზავრნენ და გამარჯვებაც მოიპოვეს. რაც შეეხება ანას, გიგას აზრით ის უკვე შემდგარი მომღერალია და კონკურსების მაგივრად დიდი სცენა უნდა დაიპყროს. მე ფაქტიურად ხელი შეუწყე რა ვერაფერს ვერ გავუკეთე, იმიტომ რომ მან თქვა რომ რაღაცას თავაზობ მე სასოფლეთში რომ გავიდე და მითხარი კი რა თქმა უნდა უნდა წავიდე, იმიტომ რომ აქ უკვე ნონ-სტოპი მქონდა, იმიტომ რომ ფაქტიურად არ არის ფული, რომ შევფუთოთ, გავუკეთოთ თქვათ რაღაცეები, რომ როგორც მომღერალმა დაიწყოს ტურნეებში თუ რაღაცებში მუშაობს სირცხვილია, ხო საქართველოში რაღაცეები ზედმეტია ამაზე ფიქრიც კი. ანას წინ ვოისის რინგი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სტუდიის წევრები ჯერჯერობით ერევანში ვერ მიდიან, ანას თბილისიდან ეხმარებიან. მუსიკალური თვალსაზრისით დაწყებული ვიზუალური მხარით დამთავრებული, რჩევებს ყველაფერზე აძლევენ და იმასაც ამბობენ, რომ მომდევნო კონცერტს ანასთან ერთად დაესწრებიან.
ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ გამგზავრებას, როდესაც ექნება რინგი, ეხლა ხან მოხდება და უგულ შემატკივრებთ, რა თქმა უნდა. შეიძლება მათ გარეშეც არაჩვეულებრივი მომღერალი გამხდარიყო, თუმცა ფაქტია, რომ ანას წარმატებაში დიდი წვლილი სწორედ ბზიკების სტუდიის სტაფს მიუძღვის. გიგა ყუხიანიძის შვილობილი ამ ეტაპზე სომხური ვოისის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა. იმედს ვიტოვებთ, რომ ანა ხანჩალიანს სომეხი მსმენელი ისევე შეიყვარებს, როგორც ქართველი. მის მიმართ შემდეგი შემოთავაზება კი უკვე რომელიმე ცნობილი მუსიკალური პროდიუსერისგან იქნება.